საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გიორგი ვარაზანაშვილის მოთხრობაზე, რომლის სათაურსაც ჯერჯერობით არ დავასახელებ. მე სანამ სათაურზე გადავიდოდეთ, მინდა გაჩვენოთ ერთი საკმაოდ საინტერესო ნივთი. რა გონიათ, რა შეიძლება იდოს აი ამ ჩანთაში? ამ ჩანთას ფუტლარი ქვია. თუ კარგად დავაკვირდებით, მის ფორმას ზევით წაგრძელებულია და მასში რაღაც მუსიკალური საკრავი დევს. მოდი ნახოთ რა დევს შიგნით. აი ეს ვიოლინოა. მას მოყვება საკრავი, რომელსაც ხემი ქვია. ხო და სწორედ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, ჩვენი მოთხრობის სათაურიც გახლავთ ვიოლინო. აბა დავაკვირდეთ ვიოლინოს, ეს არის მუსიკალური სიმებიანი საკრავი, რომელსაც მოყვება ხემი, ხემი კეთდება ძუისაგან და ეს არის ჯოხი, რომლითაც ვიოლინოს უკრავენ. გავიხსენოთ კიდევ რომელი სიმებიანი საკრავები ვიცით, ეს არის გიტარა, ვიოლინო, ჩელო, ჩონგური, ფანდური და ასე შემდეგ. რახან უკვე დავასახელეთ სათაური მოთხრობის, მას ასე წავიკითხოთ მოთხრობა, რომლის სათაურია ვიოლინო. დავიწყეთ. თენგო ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდა, მაგრამ უეცრად კიბიდან მოზრდილმა კატამ ისკუპა და გზა გადაუჭრა. ძველი გამონათქვამის მიხედვით, როდესაც კატა გადაურბენ და ცრურწმენებია მერწმუნეთ, მაგრამ თვლიან ხოლმე, რომ დაითარსა თითქოს. ასე თვლიდა ეს ჩვენი ბიჭი თენგოც. ბიჭმა ბრაზით მიიღე და მოიხედა, იქნებ ვინმემ გამოიაროსო. დამთარსა, დღესაც წავაგებთ თამაშს. ნეტა სად მიდიოდა თენგო, რამ დათარსა ის, რატო იყო ასე დილიდანვე გაბრაზებული. ანუ თურმე რაღაცის სათამაშოდ მიდიოდა, ჯერ არ ვიცით ბოლომდე რის სათამაშოდ. თენგოს გაბედულება არ აკლდა, მაგრამ ეს ოხერი ჩვეულება ბოლოს ხელი ჩაიქნია და წასასვლელად მოემზადა. მაგრამ ამ დროს უკნიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა. ვიღაც ფერმკრთალი სახის ბიჭი მოდიოდა, ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა, ანუ დაემაგრებინა და ვიოლინოს შავი ფუტლარი მოჰქონდა. თითქოს ვერც კი ამჩნევდა თენგოს და მეოცნებე სახით სადღაც შორს იყურებოდა. შევჩერდეთ, გავაკეთოთ პატარა პაუზა და გავიხსენოთ, რომელი პერსონაჟები შემოვიდნენ უკვე მოთხრობაში. თენგო, რომელიც დილიდანვე გაბრაზებულია, მის გაბრაზებას დაემატა ის, რომ კატამ გადაურბინა და ცუდი ჩვეულებიდან გამომდინარე მას სჯეროდა, რომ ის კატა დათარსავდა და თამაშს წააგებდნენ და ამ დროს შემოდის ახალი პერსონაჟი, ფერმკრთალი ბიჭი, რომელსაც ცხვირზე სათვალე ჰქონდა დაკოსებული და ფუტლარი მოჰქონდა. რა ედო იმ ფუტლარში? არ ვიცით, აბა ვნახოთ და მივხვდებით ალბათ ჩვენ თავადვე. თენგოს დანახვისთანავე არ მოეწონა ბიჭი. ისედაც გაბრაზებული იყო და გადაწყვიტა, მთელი ჯავრი მასზე ეყარა. ბიჭს მხარი გაკრა და გამომწვევად შეუტია. ანუ მიზეზი არ ქონია, მაგრამ მიზეზს ეძებდა, რადგან ის გაბრაზება რაიმეზე გადაეტანა ჩვენს თენგოს. შენ, რას მეჯახები? ვერ გაეტია ამ ხელა გზაზე? ქუჩა ხომ არ გევიწროება, საიდან მოდიხარ? ბიჭმა არაფერი უპასუხა. გვერდი აუქცია და გზა განაგრძო. ანუ ბიჭი, რომელსაც ფუტლარი მოჰქონდა, ის დინჯად აგრძელებს გზას, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ის მართალი იყო და თენგო გაბრაზების მიზეზს ტყუილა ეძებდა, მან მაინც გვერდი აუარა ჩვენს თენგოს. სანამ არ მიპასუხებ, ფეხსაც ვერ გაადგა. წამოიძახა თენგო. სასწავლებლიდან მოვდივარ. რომელი სასწავლებლიდან? როგორ გონიათ, რომელი სასწავლებლიდან მოდიოდა ბიჭი? მას ხომ ხელში ფუტლარი ეჭირა. ფუტლარში კი, როგორც ვიცით, ვიოლინო იდო.
ალბათ მუსიკალური სასწავლებლიდან ხო. განაგრძობდა დაკითხვას თენგო. მუსიკალური. მართლაც ესე უპასუხა ჩვენმა ბიჭმა. ერთი ამ წრუწუნას დამიხედეთ. ახლა კი ეს მიბრძანე, პატივცემულო მუსიკოსო. საით მიბრძანდები? პატივცემულო გამოხატავს ხოლმე ზრდილობიან ფორმას, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ დაუკვირდებით, ჩვენი ბიჭი თენგო სულაც არ მიმართავს ზრდილობიანი მიმართვის ფორმით. რაღაც დამცინავიც ურევია მის სიტყვებში. სახლში თენგო ახალ მიზეზს ეძებდა. ბოლოს თვალი ფუტლარზე შეაჩერა. როგორ გონიათ, იცის თენგომ რა შეიძლება იდოს ფუტლარში? ნახოთ, იცის თუ არა მან ეს. თენგო ახალ მიზეზს ეძებდა და როგორც გითხარით, თვალი ფუტლარზე შეაჩერა. რა დევს შიგ გაბრაზებით წამოიძახა? ვიოლინო. ნამდვილი ვიოლინო? მერე დაკვრა იცი? ბიჭმა ხმა არ გასცა. მხოლოდ ნაბიჯს აუჩქარა. თქვენ როგორ ფიქრობთ? იცოდა ფერკრთალმა ბიჭმა დაკვრა ვიოლინოზე? მე ვფიქრობ, ეს თქვენს მოთხრობაში გამოჩნდება და დაველოდოთ, გავუსწრებთ მოვლენებს. აბა ერთი მანახე, როგორი ხმა აქვს თენგომ ვიოლინოს წართმევას სცადა. ნახეთ მანამდე ბიჭი როგორი დინჯი ქმედებით, არაფერზე პასუხს არ ცემდა გაბრაზებულ თენგოს, არ ეპასუხებოდა, მაგრამ ახლა ნახეთ მისი გაბრაზება ნელ-ნელა წამოტივტივდა. გაუშვი, თითქოს ძალა მიენიჭა ჩვენს ფერმკრთალ ბიჭს. დაიძახა ბიჭმა და მოკურცხლა. თენგომ ფეხი დაუდო. ბიჭი ქვაფენილზე გაიშხლარდა. ფუტლარი ხელიდან გაუვარდა, გასრიალდა, გაიხსნა და ვიოლინო გადმოვარდა. მართლაც ვიოლინოდებია თურმე ფუტლარში. აბა შევჩერდეთ აქ და ვნახოთ, მანამდე როგორი იყო ჩვენი ბიჭი, შეშინებული, შემცბარი, არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც ვიოლინო ფუტლარიდან გადმოვარდა. ვნახოთ, გავაგრძელოთ მოთხრობა. ვიოლინო, ჩემი ვიოლინო, საცოდავი ხმით აქვედინდა ბიჭი. მუხლებ გადაყვლებელი საკრავისაკენ გახოხდა და ხელში აიტაცა. თენგო შეცბა. ასეთ დაბოლოებას არ ელოდა. მიხვდა, რომ დიდი ტკივილი მიაყენა ბიჭს. შეეშინდა და გაიქცა, მაგრამ ორიოდე ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული, რომ უკნიდან რაღაც ნაზი, გულში ჩამწდომი ხმა მოესმა. ესე იგი თენგომ უკვე მალევე ინავნა თავის საქციელი, ასეთ დაბოლოებას არ ელოდა ბიჭისგან და გაქცევას სცადა, მაგრამ ზურგიდან რაღაც გულში ჩამწდომი ხმა მოესმა. გახსოვთ ჩვენ დავსვით კითხვა, როგორ გონიათ, იცის ამ ბიჭმა მართლა ვიოლინოზე დაკვრა? ალბათ ეს ვიოლინოს მელოდია იყო, როდესაც თენგოს ზურგიდან მოესმა. ვნახოთ, ქვაფენილზე წამომჯდარ ბიჭს ვიოლინო მხართან მიედო და ხმას უსინჯავდა. ფრთხილი ალერსით უსვამდა აცახცახებულ ხემს. როგორც გითხარით, აი ამას ხემი ქვია. აცახცახებულ ხემს ვიოლინოზე. ხემის შეხებით ათრთოლებული სიმები კვნესოდნენ, იცინოდნენ, განუწყვეტლი ვიცვლიდნენ კილოს და მელოდიას. თენგოს თვალი ვერ მოეწყვიტა უცნაური ბიჭისათვის, თითქოს რაღაც ძალას შეებოჭა. ათრიც მოусმენია მუსიკა, მაგრამ მაშინ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. ახლა კი ნახეთ თენგოზე როგორი გავლენა იქონია ამ საოცარმა მელოდიამ, რომელიც თითქოს მელოდიის ხმები იცინოდნენ, განუწყვეტლად იცვლიდნენ კილოს და მელოდიას თითქოს კვნესოდნენ კიდეც და მღეროდნენ. ბოლოს ბიჭი გამოფხიზლდა. ხემი მოაშორა სიმებს და ვიოლინოც დადუმდა. იქვე თუმარეთ მდგარი თენგო ბიჭისაკენ წავიდა და როგორ გონიათ, რა გადაწყვეტილება მიიღო მან? ადგა და წამოდგომაში მიეხმარა. მინა ჩამსხვრეული სათვალე ხოფის ძირში ეგდო. ეს თავიდანვე
შემოსული პერსონაჟი სათვალე დაკოსებული ხვდება მოთხრობაში და ამ დროს აღმოჩნდა, რომ თურმე წაქცევის დროს მას სათვალეში მინა დამსხვრევია. თენგომ აიღო და სათვალე მიაწოდა. გული დასწყდა, რომ აწყენინა სუსტსა და ფერმკრთალ ბიჭს. ანუ თენგომ უკვე თავისი დანაშაული თითქოს რაღაცით მცირედით მაინც გამოისყიდა იმით, რომ ბიჭი წამოაყენა იქ სათვალე მიაწოდა და გულის სიღრმეში კიდეც ინანა, რომ ის ასე ცუდად მოექცა ამ სუსტსა და ფერმკრთალ ბიჭს. იცი რა? ამოღერღა ბოლოს ყოყმანით. რას ამოღერღავდა, როგორ გონია? ბოდიშს მოუხდი და თენგო? ნახოთ, რა სიტყვები უთხრა. ამოდი იქ ჩვენთან მოედანზე. ეს უკვე ბოდიშის მოხდის ტოლფასი იყო. ანუ თენგომ მოედანზე დაბადიჟა. ჩვენ თავიდან კითხვა დავსვით, რისი თამაში ქონდა. თუ ეს თამაში მოედანზე მიმდინარეობდა, ალბათ რაიმე სპორტულ თამაშზეა საუბარი. ნახოთ, რომელ სპორტს გვეუბნება თენგო. იქ რა მინდა? ისე ფეხბურთის საყურებლად გამოდის, რომ თენგო თურმე დილიდანვე ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდა. თუ გინდა ვიოლინოც წამოიღე. ვიოლინო? ნახეთ, უკვე სახე ეცვლება ბიჭს ვიოლინოს ხსენებაზე. რად მინდა ვიოლინო? ბიჭს ხმაში შიშიც შეეპარა. ალბათ ბევრი რამ გაუვალვა თავში. ისევ არ გამიფუჭონ, არ წამართვან, ან არ ვიცი, რას ფიქრობდა ბიჭი, მაგრამ შიში შეეპყრო თვალებში. შენ ნუ გეშინია, ხელსაც ვერავინ გახლევს. თენგოს უბრუნდება ის თავისი პირვანდელი სახე, ისევ ისეთი ძლიერი და უკვე ზრუნველი ამ ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ ხელსაც ვერავინ გახლევს. კარგი, ამოვალ. თენგო კიდევ დიდხანს გაყურებდა მიმავალ ბიჭს და ყურში ვიოლინოს ნაზი ხავერდოვანი ხმები ჩაესმოდა. ახლა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მოიგებდნენ თამაშს. გავიხსენოთ, როგორ იყო მოთხრობის დასაწყისში, ის დარწმუნებული იყო, რომ კატამ დათარსა და თამაშს წააგებდნენ, მაგრამ ეხლა მოთხრობის დასასრულში მუსიკის ძალამ, აი ამ ლამაზმა მელოდიამ მას გადაწყვეტილება გამარჯვებისკენ მიაღებინა. ის დარწმუნებულია, რომ ამ თამაშს აუცილებლად მოიგებენ. მოდი შევხედოთ დაფას და გავიხსენოთ თანმიმდევრობით, რა ხდებოდა ჩვენს მოთხრობაში. აბა გავიხსენოთ მოთხრობის სათაური, ეს იყო ვიოლინო. რა არის ვიოლინო? სიმებიანი საკრავი და მის გარდა არის კიდევ სხვა სიმებიანი საკრავებიც, გიტარა, ჩონგური, ფანდური, ჩელო და ასე შემდეგ. ეხლა მივყვეთ ეპიზოდური გეგმის ელემენტებს, თქვათ დავყოთ პატარა ეპიზოდებად. პირველს რას გამოყოფდით? ეს იყო თენგოს გაბრაზების მიზეზი. მეორე, თენგოსა და უცნობის შეხვედრა. უცნობი ბიჭის საქციელი, თენგოს შეშფოთება, მუსიკის ძალა და ბოლოს თენგოს სახე ცვლილება. თუ ამ ეპიზოდებს კარგად დავაკვირდებით, თავიდან ბოლომდე გავიხსენებთ თელს მოთხრობის შინაარს. ახლა გავიხსენოთ კიდევ ვინ იყვნენ ამ მოთხრობის მთავარი გმირები. თენგო და სათვალიანი ბიჭი. მოდი გავყოთ, როგორი იყო თენგო მანამდე, სანამ მუსიკის ძალა მოაჯადოვებდა. გაბრაზებული, ეძებს საჩხუბარ მიზეს, დასცინის და ძლიერიც. მას შემდეგ, როდესაც მუსიკა მოხიბლა და მოაჯალდოვა, უკვე გულმომლბალი ნანობს საკუთარ საქციელს, ურიგდება მეტოქეს და გარინდებული უსმენს. როგორი იყო სათვალიანი ბიჭი მანამდე, სანამ თენგოს მოაჯადოვებდა მელოდია. ფერმკრთალი, ცხვირზე სათვალე დაკოსებული, სუსტი, მეოცნებე და შეშინებული და არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. მას შემდეგ, როდესაც ვიოლინო გადმოვარდა, მას რა მოვიდა? ძალა მონიჭებული, ზედმეტად მგრძნობიარე, ფრთხილი ალერსით სინჯავს ვიოლინოს და აღმოჩნდა, რომ ის არის ძალიან ძლიერი, რადგან ულამაზესად და ლამაზად აჟღერებდა ჰანგებს ვიოლინოზე.
რა იქნება ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი, რომ მუსიკა თურმე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ბუნებაზე და სიკეთის ჩადენისაკენ უპირისპირებს. მე გირჩევთ ხშირად უსმენთ ხოლმე მშვიდ, წყნარ, კლასიკურ მელოდიას და ამის ფონზე ეცადოთ, რომ მუდმივად სიკეთისკენ იყოთ მიდრეკილნი. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.